ბევრისთვის წევლა მაინც ცრუ რწმენებთან ასოცირდება, მაგრამ ფეხბურთის ინდუსტრიაში ასეთი დათარსვები ხშირად მართლდებოდა. იგივე ავიღოთ ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემ ჰოტსპურის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი, რომელსაც უამრავი ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოგებული, თუმცა 15 წლის განმავლობაში არც ერთი გუნდური ტიტული არ მოუგია და მეტიც 6-დან 6 ფინალი წააგო. გასულ წელს ის სწორედ ამ მიზნით მიუნხენის ბაიერნში გადავიდა და მაშინ როცა ბავარიელებს ზედიზედ 11 სეზონი უტიტულოდ წელი არ ჰქონდათ დამთავრებული, კეინთან ერთად ბუნდესლიგა დათმეს. მდგომარეობა მხოლოდ წელს გამოსწორდა, როდესაც ვერცხლისინი რეკორდმაისტერმა უკან დაიბრუნა და ამით კეინის უიღბლობაც დასრულდა. კიდევ რომელი მსგავსი უიღბლობა დათარსვა ან თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით წევლა ახსოვს ფეხბურთის ისტორიას, ამას უკვე ჩემი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მეხუთე ადგილი ავსტრალიის წევლა მსოფლიო ჩემპიონატებზე. 1970 წლის მუნდიალის მოსამზადებელ ეტაპზე ავსტრალიელები ერთ-ერთ აფრიკულ ტომთან როდეზიასთან წავიდნენ ფეხბურთის სათამაშოდ, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გადაწყვიტეს ადგილობრივ შამანისთვის ეთხოვნათ გამარჯვების რიტუალი ჩაეტარებინა. მანაც უზრუნველყო ავსტრალიელთა გასვლა, ან უბრალოდ მასპინძლები აღმოჩნდნენ სუსტები, თუმცა შამანს თავისი მომსახურებისთვის 1000 გირვანკა სტერლინგის ოდენობის ანაზღაურება არ მიუღია. ავსტრალიის ნაკრებმა თანხამ გზავრობისას დახარჯა და ჯადოქარი უბრალოდ გადააგდეს. ამის გამო, როგორც ამბობენ, ჯადოქარმა მთელი ნაკრები დაწყევლა. შემდეგ ეტაპზე გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრალია ისრაელს შეხვდა და რამდენიმე მოთამაშის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ძლიერი შემადგენლობით თამაში, რის გამოც ორმატჩიანი დუელი დათმეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისრაელი გავიდა. 1974 წლის მუნდიალზე კი საერთოდაც გამარჯვებისა და გოლის გატანის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა. ნაკრებში მიხვდნენ, რომ საქმე შამანის წევლასთან ჰქონდათ, რადგან 1974-დან 2006 წლამდე ავსტრალიელებმა ვერც ერთ მუნდიალზე ვერ მიიღეს მონაწილეობა. 2004 წელს როდეზიასთან მონაწილე ერთ-ერთი ფეხბურთელი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და გადაწყვიტა ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შამანი მოეძებნა და კუთვნილი თანხა დაებრუნებინა. ადგილზე ჩასულებს ჯადოქარი გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა იმ სტადიონზე, სადაც გამარჯვება მოიპოვეს, სპეციალური რიტუალი ჩაატარეს, გამოიძახეს მისი სული და დაელოდნენ საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც ავსტრალიელებმა გაიარეს და მუნდიალზე საგზურიც გაინახეს, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევაც კი მოახერხეს. ავსტრალიელები დღემდე მწვრთნელის გუს ჰიდინკისა და იმ შამანის მადლიერები არიან, ვინც წევლა გააუქმა, რადგან მას შემდეგ მათ არც ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი აღარ გამოუტოვებიათ. მეოთხე ადგილი ჩელსის ცხრიანები. ეს ნაწილი შეეხება ლეგენდარულ ნომერს ჩელსიში, რომლითაც დიდი მოთამაშეები თამაშობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ლურჯების შემთხვევაში უკანასკნელი 9 ნომერი, რომელმაც თავის დონეზე ითამაშა, ჯიმი ფლოიდ ჰესელბენკია, რომელმაც 4 წელიწადში 122 საგოლე მოქმედება დააგროვა და 2004 წელს გუნდიდან წავიდა. მას შემდეგ ჩელსიში არც ერთი ცხრიანი არ ყოფილა წარმატებული. კეჟმანი, კრესპო, ტორესი, ფალკაო, მორატა, იგუაინი, ლუკაკო, ობამეიანგი. ამ დიდი ფორვარდებიდან თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ აჩვენეს ვერც ერთმა. გუნდში ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმაც კი განაცხადა, რომ მას ჩელსის 9 ნომრის უიღბლობის არ ეჯერა, მაგრამ გუნდში მისვლისთანავე არც ერთ მოთამაშეს მისთვის 9 ნომრიანი მაისური არ მოუთხოვია. არადა ის თავისუფალი იყო. ობამეიანგი იყო ბოლო ვინც ცადა 9 ნომრის მორგება, მაგრამ 21 შეხვედრაში მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა და მაშინვე დატოვა კლუბი. დღეს ჩელსიში 9 ნომერი ვაკანტურია და მას არავინ ეხება. მესამე ადგილი ყველაზე უიღბლო მწვრთნელი ისტორიაში, ექტორ კუპერი. ამ ადამიანმა ბედნიერი დასასრული რა არის არ იცის. მან სამწვრთნელო კარიერის პირველივე წელს მშობლიურ ურაკანთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა არგენტინის ჩემპიონატში, რაც კარგ შედეგად ჩაითვალა, მაგრამ დეტალებში თუ ჩავეძიებით, საშინელება მოხდა. ურაკანს 21 წლის მანძილზე ჩემპიონატი არ ჰქონდა მოგებული და საკმარისი იყო ბოლო ტურში ინდეპენდიენტე დაემარცხებინა, რომ ტიტული განაღდებული ჰქონდათ, როდესაც მოულოდნელად 4-0 წააგეს და ასე დაკარგეს პირველი ჯილდო. ყველაფერი როგორც აღმოჩნდა წინ იყო, რადგან მომავალ 30 წელიწადში კუპერმა მხოლოდ 2 თასი მოიგო და არაერთ ფინალში დამარცხდა. ესპანეთში მუშაობის პირველივე წელს მისმა მალიორკამ ბარსელონასთან წააგო პენალტების სერიაში და ესპანეთის თასი დათმო. შემდეგ თასების მფლობელთა თასის ფინალში წააგო ლაციოსთან. ამის შემდეგ მისი ძალები მოსინჯეს ვალენსიაში, რომელსაც იმ დროს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა თავისი არსებობის მანძილზე. ზედიზედ ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდნენ. ამის შემდეგ იყო ინტერი, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატი 13 წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული და ამის გაკეთებას რონალდო ნაზარიოსა და სხვა სუპერვარსკვლავებთან ერთად ცდილობდნენ. პირველივე წელს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე კუპერმა პირველი ადგილი გაანიავა და სეზონი სულაც მესამე ადგილზე დაასრულა. ინტერის შემდეგ მას იმდენად შერყეული ჰქონდა რეპუტაცია, რომ ტოპ კლუბები მის მიპატიჟებას აღარც განიხილავდნენ. 2015 წელს კარიერის რეანიმირებისთვის ის ეგვიპტის უძლიერეს ნაკრებშიც მიუყვანეს, მაგრამ 2017 წელს აფრიკის თასის ფინალი წააგეს. თავად კუპერს წევლისა და ცრუ რწმენის არ სჯერა და უბრალოდ ფიქრობს, რომ არ
უმართლებს, რადგან ფინალებში მასზე ძლიერ გუნდებთან მარცხდება. სათქმელია ისიც, რომ 2008-9 წლებში ის საქართველოს ნაკრებსაც ამზადებდა, თუმცა მისი დამრიგებლობის ქვეშ ერთხელ მოვიგეთ, 4-ჯერ ფრედვი თამაშეთ და 11-ჯერ დავმარცხდით, რაც ერთ-ერთი უბნელესი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში. ასე და ამგვარად არგენტინელი სპეციალისტი დღეს 69 წლის ასაკში უმუშევარია. მეორე ადგილი ინგლისის ნაკრების უტიტულო სერია 1966 წლიდან დღემდე და პლუს პენალტების სერიები. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები და ფეხბურთის ნამდვილი სამშობლო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია ელემენტარული ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებს. გარეთ საუთგეიტის ანგარიშის შენარჩუნებაზე მოთამაშე ინგლისმაც კი ევროპის ჩემპიონატის ფინალი პენალტების სერიაში დათმო, რომელიც ინგლისელებისთვის ცალკე დიდი თავისტკივილია, რადგან დიდ ტურნირებზე 7 პენალტების სერია აქვთ წაგებული, რაც ანტირეკორდია. 1990 წელს ჯერ გერმანელების წინააღმდეგ დამარცხდნენ პენალტებში ნახევარფინალურ სტადიაზე. შემდეგ 96 წელს ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ისევ გერმანელებთან. ამის შემდეგ ინგლისელები 22 წელი ნახევარფინალურ სტადიამდეც კი ვერ მიდიოდნენ. 1998 წელს მერვედ ფინალში წააგეს პენალტებში არგენტინასთან და აქ დაფიქრდნენ, რომ მათზე რაღაც წყევლა მოქმედებდა. სამი ლომის შემადგენლობაში სუპერვარსკვლავები თამაშობდნენ, რომლებიც ყველა შიშის ზარს ცემდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ევრო 2004 და მეოთხედ ფინალში წაგება პენალტების სერიაში, 2006 წლის მუნდიალი და მარცხი ისევ მეოთხედ ფინალში და ისევ პორტუგალიელებთან პენალტებში. ევრო 2012 და ამჯერად იგივე სტილით იგივე ეტაპზე გავარდნა იტალიელებთან. სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, როცა მწვრთნელად გარეთ საუთგეიტი მოვიდა. მათ 2018 წლის მსოფლიოზე კოლუმბიასთან მერვედ ფინალში სწორედ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. ნახევარფინალამდეც მივიდნენ, თუმცა ხორვატებთან დათმეს დამატებით დროში. ევრო 2020-ზე ფინალამდე მივიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, თანყოლი უიღბლობა არ სად წასულა, რადგან ისევ პენალტების სერიაში დამარცხდნენ იტალიელებთან. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ ფინალში გავარდნენ ფრანგებთან და გუნდის ლიდერმა ჰარი კეინმა გამათანაბრებელი პენალტი ააცილა, ხოლო ევრო 2024-ზე ესპანეთთან ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ. ბევრი ამ ყველაფერს მიაწერს ინგლისელების აროგანტულობას, რომლებიც თავიანთ თავს ოდითგან ყველაზე ძლიერებად მიიჩნევდნენ, ისე რომ 1950 წლამდე მუნდიალზეც კი არ უთამაშია და დღემდე ყველას ახსენებენ, რომ ფეხბურთი მათი მოგონილია. თუმცა 1966 წელს სკანდალურად მოგებული მსოფლიოს გარდა, მათ ტიტულების კაბინეტში ვერაფერ შეხვდებით. პირველი ადგილი ბენფიკას წარუმატებლობა ევროსარბიელზე, ანუ ბელა გუტმანის წყევლა. ამ ამბავში ლეგენდის ნაწილი არაფერია, ეს რეალური წყევლაა. იყო ასეთი მწვრთნელი გუტმანი, რომელიც ლისაბონის ბენფიკას წვრთნიდა და ყველაზე წარმატებულადაც. 1960-დან 1962 წლამდე ზედიზედ ორჯერ მათ შიდა ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონთა თასი მოუტანა. თან ლეგენდარული ეუსებიოს კლუბში მოყვანაც მას უკავშირდება სულ რაღაც 10,000 ევროდ. ასეთი მიღწევების შემხედვარე გუტმანმა ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. განრისხებულმა ბელამ თანამდებობა მაშინვე დატოვა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ამ მომენტიდან მომდევნო 100 წლის განმავლობაში ბენფიკა ვერანაირ ევროთასს ვერ მოიგებდა. ამ ნათქვამიდან ერთ წელიწადში ლისაბონელები ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდნენ, მაგრამ მილანთან დამარცხდნენ. 1965 წელს ისევ გავიდნენ ფინალში, ოღონდ ამჯერად ინტერთან წააგეს. 1968 წელს ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდნენ და დამატებით დროში 1-4 დათმეს მატჩი. 80-იანებში კიდევ 3 ფინალი წააგეს, 83-ში ანდერლეხტთან უეფას თასზე, 88-ში PSV-სთან ჩემპიონთა ლიგაზე პენალტების სერიაში და 90-ში მილანთან. თანაც უკანასკნელი ფინალი ქალაქ ვენაში ჩატარდა, იმ ქალაქში, სადაც გუტმანია დასაფლავებული. მატჩამდე ბენფიკას გულშემატკივრები საფლავის დაზიანებას ცდილობდნენ, ხოლო ეუსებიომ ცხარე ცრემლით შესთხოვა მის სულს, რომ წყევლა მოეხსნა, მაგრამ როგორც ჩანს, გუტმანმა გუნდი მტკიცედ დასწყევლა. 21 საუკუნეში ბენფიკელები უკვე ევროპა ლიგის დასაკუთრებისთვის იბრძოდნენ. 2013 წელს ფინალში ჩელსისთან ბოლო წუთზე დამარცხდნენ, 2014-ში კი სევილიასთან პენალტების სერიაში. დღეის მდგომარეობით გუტმანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბენფიკამ ევროსარბიელზე 8-დან 8 ფინალი წააგო, აქედან 5 ერთი ბურთის სხვაობით, ხოლო 2 პენალტების სერიაში. წევლიდან 63 წელია გასული და გუტმანის მიხედვით ბენფიკამ ევროპული ტიტული კიდევ 37 წელი ვერ უნდა მოიგოს, რაც გუნდისა და მთლიანად გლობალური ფეხბურთის დონის შემხედვარე საკმაოდ რეალისტური სცენარია.